მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ კანონებზე, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა შეცვალა და რომლითაც ის პროტესტის ჩახშობას ცდილობს. მაგალითად, სახის ნიღბით დაფარვა, ან სხვა რამე ფორმით დაფარვა დაჯერიმდება 2000 ლარით. ხოლო პიროტექნიკით ყოფნა აქციაზე ჯარიმდება 5000 ლარით. ტერორი საქართველოში ასეც შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტმა ეს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში. რა შეიცვალა კონკრეტულად კანონმდებლობაში და როგორ აისახება ეს ცვლილებები გამოხატვის თავისუფლება და ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ ამ თემის შესახებ. მალხაზ ნაკაშიძე, კონსტიტუციონალისტი და ევროპის მცოდნე ისტორიკოსი ლაშა ბაჟუნაიშვილი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით ბატონებო, რომ ხართ ბათუმანების სტუმრები. მოგესალმებით თქვენს აყურებლებს. ნუ თქვენი დავიწყოთ. აპირებენ საგამო მდგომარეობის გამოცხადებას, ასეთი მოლოდინი უკვე არსებობს საზოგადოებაში და ამით პროტესტის გაჩერებას. თქვენი შეფასებით ამ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში, რაც უკვე მიიღო ქართული ოცნების პარლამენტმა, რამდენად შეძლებს ქართული ოცნება პროტესტის გაჩერებას საგამო მდგომარეობის გამოცხადებით, თქვენი აზრი გითხარით? დიახ, არის ესეთი გავრცელდა ინფორმაცია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ აპირებენ, ალბათ არ წონის დღეს ქართული ოცნება ქუჩაში არსებულ სიტუაციას ადეკვატურად და ეს არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენ, როდესაც ციფრებთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული შეხედულებები და რამდენიმე ნულს აკლებენ ხშირად. და მის ფონზე ისინი ფიქრობენ, არაადეკვატური შეფასების ფონზე ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათი შეხედვით ერთგვარი რადიკალების გარკვეულ ჯგუფს გაუსწორდნენ ისეთი ღონისძიებით, როგორც არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქუჩაში სიტუაცია არის აბსოლუტურად განსხვავებული და ხედავთ ამას ყოველ დღე. როდესაც გავდივართ აქციაზე, ვუყურებთ ტელევიზორს და ვაკვირდებით სოციალურ მედიაში არსებულ საინფორმაციო სააგენტოებს. ჩვენ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოდის 100,000 და მეტი 200,000 შეიძლება ხო 200,000 და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთ ფონზე და კიდე პლუს ამას ვაკვირდებით პროტესტის სხვა ფორმებს. არ მხოლოდ ქუჩაში, არამედ ნახეთ 1000-ზე მეტი კომპანია, რომელიც შეუერთა თავისი თქვათ გადაწყვეტილებით და ესეც პროტესტი არის. ნახეთ კონკრეტული მაგალითად ჯგუფების დავუშვათ კოლეგების და ასე შემდეგ დაანონსებული გაუქმებული საახალწლო ღონისძიებები. აი ბათუმის უნივერსიტეტში მაგალითად არსებობს არანაირი განწყობა კოლეგებს შორის, დავუშვათ რომ ყოველწლიურად ტრადიციული საიდუმლო სანტა ითამაშონ და გუშინ მქონდა რაღაც ესეთი პატარა რემარკა, რომ და ვთქვით, აი ახლა ამის დრო და ხალის ნამდვილად არა. ესეც პროტესტის გარკვეული ფორმა არის. ამიტომ პროტესტი გაცილებით დიდია, ვიდრე ხელისუფლება ქუჩაში ხედავს. და ბუნებრივია ვერ უშველის ვერანაირი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, იმიტომ რომ ამ პროტესტის ჩახშობა მსგავსი ქმედებით და ის თვითონ საგანგებო მდგომარეობაც იქნება არაკანონიერი. ბატონი მალხაზი დამეთანხმება, ვერ შეაშინებენ ამ აქციის მონაწილეებს. არაკანონიერი ხელისუფლება ჩახშობენ. რა თქმა უნდა, პირველი ჩვენი დაუმორჩილებლობა იქნება იმის კი არა რომ არ ვემორჩილებით დაუშვათ საგანგებო მდგომარეობას, არ ვემორჩილებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას და არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაც არის არალეგიტიმური. ამიტომ აბსოლუტური ლეგიტიმური როგორც საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფოს ერთ-ერთ მოქალაქეს და წევრს, ხო? მაქვს უფლება რომ არ დავემორჩილო და ბუნებრივია რეჟიმის მხრიდანაც იქნება პასუხი თავისთავად, მაგრამ ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ეს პასუხი მივიღოთ დროებით თავისთავად, მაგრამ შემდეგ ეს შეფასდება როგორც არალეგიტიმური თავისთავად, შემდეგ ამას ექნება შემდგომ პერიოდში სამართლებრივი შეფასება თავისთავად. არა მხოლოდ ჩვენ შევაფასებთ, არამედ იქნება ამას დაკავშირებით პროცესი სახელმწიფოში, რომელსაც ეს ხელისუფლება დამთავრდება. მადლობა. ბატონ მალხაზ, თქვენ რა შედეგს ელოდებით თუკი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ამ პირობებში, ამ მოცემულობაში ქართული ოცნების მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყავალაშვილი პარლამენტთან ერთად. ანუ რა გვექნება ამ შემთხვევაში, რა შედეგს მივიღებთ? პირველ რიგში ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ აი რატო გაჩნდა საერთოდ ეს იდეა, ახლა ეგრეთ წოდებული თვითგამოცხადებული მთავრობაში, რომ გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა. ხო, ეს დაკავშირებულია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აი დიდ პროტესტთან, რომელიც ქუჩაში არსებობს და საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს სწორედ არჩევნების მოპარვას. არალეგიტიმური პარლამენტის ჩამოყალიბება, შემდეგ მთავრობის ფორმირებას ამ პარლამენტის მიერ და ეხლა უკვე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. მთლიანად ეს პროცესი არის არაკონსტიტუციური, ამაზე არაერთხელ ითქვა და ბევრი დაიწერა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. და აქედან გამომდინარე, ეს ხელისუფლება ეხლა ცდილობს, რომ აი გარდა იმ კანონების, რომელსაც ჩვენ ვისაუბრებთ, რაც მიიღეს ეხლა კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და საერთოდ
ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. შემდეგი ეტაპი ალბათ ფიქრობენ ისინი, რომ კიდევ ერთხელ უფრო მკაცრ ზომებს მიმართონ, რათა ჩაახშონ ეს პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ამისთვის არის ალბათ ეს საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ელოდებიან, რომ ახალი პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ეს ინაუგურაციის შემდეგ გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა. ეს საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს, შემდეგ შეიძლება ასევე კომენდანტის საათი გამოცხადდეს, როგორც ამას ამბობენ, რაღაც მკაცრი შეზღუდვები დააწესოს და ამით ალბათ ხელისუფლება ცდილობს მას გონია, რომ ჩაახშობს ამ პროტესტს, დააშინებს მოქალაქეებს, რომ ასეთი დიდი გამოცვლები არ იყოს დედაქალაქში თუ სხვა ქალაქებში. ვერ მოხერხდება ეს, ვერ მოახერხებს ამას ქართველებს. შეიძლება ეს მოახერხოს კიდეც, მაგრამ საგანგებო მდგომარეობასაც აქვს თავისი წესები, ხო? მოდით ესეც ვთქვათ, ანუ მთლიანად არაკონსტიტუციურ და უკანონო ვითარებაში ვიმყოფებით ჩვენ ახლა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობაც დროსაც არსებობს წესები, პრინციპები, რომელსაც უნდა ექვემდებარებოდეს ეს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს თავრობას, ანუ ერთი სიტყვით თავრობას გონია, რომ საგანგებო მდგომარეობა ასე გაუხსნის ხელფეხს და საერთოდ თავისუფალი იქნება, გამოიყენოს ყველანაირი მეთოდები, რაც რითაც შეიძლება მაგრამ შეიძლება მისი მთავარი ამოცანა ეხლა რომ ჩაახშოს პროტესტი. ამას ვერ მიაღწევს ფიქრობ. ჩემი აზრით, ეხლა რასაც უყურებთ ჩვენ, რაც ხდება საქართველოში, თავის მიზანს მე ასე მჯერა, რომ ხელისუფლება მაინც ვერ მიაღწევს, უფრო და უფრო გამწვავებაზე მიდის ალბათ ის, რომ ამით დააშინოს მოქალაქეები, მაგრამ ზოგადად განწყობა საზოგადოებაში ყველგან იგრძნობა ყველა სფეროში, ხო, არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებში, არამედ ყველა სფეროში უკვე. ჩემი აზრით, აი ამ მიზანს ხელისუფლება ვერ მიაღწევს, ვერ მიაღწევს ხოლმე ერთადერთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ისევ ასეთი პრინციპულები, ისევ ვიქნებით ქუჩაში და დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ევროინტეგრაციის მომავალს და რა რჩება ახლა საშუალო რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, და ჩვენ ნახავთ რომ შეიცვალა კანონმდებლობა, ხო? თქვენ იგვე ნიღბით უკვე გამოჩნდებით საპროტესტო აქციაზე, როცა ეს კანონი უკვე შევა ძალაში, შეიძლება დაგვაჯარიმონ 2000 ლარით, ასე პიროტექნიკა, თუ კი დასწრება პიროტექნიკით ვართ აქციაზე, უკვე ჯარიმდება 5000 ლარით, ასე ორგანიზების შემთხვევაში ჯარიმდება 15000 ლარით ორგანიზატორიო და შეიძლება 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენონ. დიახ, აი ეს კანონები ყველა არის, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური უკანონო. აი ესეთი კანონები მოქმედებს სწორედ ავტორიტარულ სისტემებში, მაგალითად ბელორუსში, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც მიიღეს ასეთი კანონები რუსეთში და ასეთ სისტემებში მოქმედებს ეს კანონები, რომლებიც არის სრულიად უკანონო და არ შეესაბამება ელემენტარულ პრინციპებს დემოკრატიის, ხო, არანაირ ტესტს ეს არ პასუხობს. ხელისუფლება ამ კანონებით ცდილობს ალბათ ერთი ნაბიჯი გადადგას, ვიდრე უფრო მკაცრ რომებს მიიღებს იგივე საგანგებო მდგომარეობისმამდე მისვლამდე, აი სწორედ ეს კანონები მიიღეს იმის გამო, რომ შეზღუდონ ადამიანების შეკრების მანიფესტაციის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სხვა მიზანი ამ კანონებს არ აქვს. ეს კანონები არის უკანონო. ანუ სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ლეგიტიმაცია არ აქვს. არ არის კანონიერი ეს გადაწყვეტილებები და მოქალაქეებს შეუძლიათ რომ უბრალოდ არ დაემორჩინონ ალბათ ისეთ კანონებს, რომელიც არაკონსტიტუციური ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა. მაგრამ მაგალითად ქართულების არგუმენტი არის თქვა ის, როცა ნახავთ რომ ნიღბიანი პირები იყვნენ აქციაზე, რომლებიც თავს დაესხნენ, იგივე თქვა ჟურნალისტს, ხო? ფიზიკური თავდასხმა როცა მოხდა, ჩვენ რა ამოვიცნოთ იოლად თქვა ვინ არის, იგივე ამ აქციაზე ვინ ძალადობს, ასე შემდეგ, აი ამიტომაც გვჭირდება ის, რომ თქვა იგივე ნიღბით არ იყოს რომელიმე პირი აქციაზე. ანუ არ არის საკმარისი დასაბუთება, ლეგიტიმური მიზანი დასაბუთებული არ არის, რა თქმა უნდა, ეს დასაბუთება, ანუ ყველა ნებისმიერი ცვლილება კანონში, რომელიც ადამიანის უფლებების შეზღუდვას ეხება, უნდა პასუხობდეს გარკვეულ პრინციპებს. ხომ ის უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ეს კანონი უნდა იყოს ცალსახა, მკაფიოდ განსაზღვრული და ორაზროვნებას არ უნდა იწვევდეს ინტერპრეტაციის საშუალებას და უნდა პასუხობდეს განჭვრეტადობის, სამართლებრივი უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვან პრინციპებს. ეს კანონი უნდა იყოს, ამ კანონს უნდა ჰქონდეს საჯარო ლეგიტიმური მიზანი. ამ შემთხვევაში ისინი ასაბუთებენ თითქოს ეს უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი წესრიგის გამოაკეთებენ ამას, მაგრამ ეს დასაბუთება არის არ გააჩნია შესაბამისი არგუმენტები მას და ეს კანონი აუცილებელი უნდა იყოს ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ეს კანონები ასეთი არ არის, ანუ ამ პრინციპებს ის არ პასუხობს და შესაბამისად მისი მიზანია პირიქით გაიმყაროს პოზიციები სამართალდამცავ ორგანოებმა, მთავრობამ, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ასეთ რეპრესიულ ფორმებს მიმართოს, ხომ? თუნდაც ის რომ თითქოს ნიღბის დარება აკრძალეს აი ამ მოტივით, ამ საფუძვლით, სინამდვილეში მათ კარგად იციან, თქვათ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიციასთან ერთად შეთანხმებით მოძრაობენ ქუჩაში, გადაადგილებიან, პოლიცია შეუძლია იქვე დააკავოს ეს ხალხი, მაგრამ ეს
მათ ჭირდება სამართალმცველების ხშირად არიან ნიღბები, ხო, შენიღბულები ამ აქციებზე ჩვენ ვხედავთ. კი ბატონო, მაგრამ ეს მათ ჭირდებათ არგუმენტისთვის, იმის დასასაბუთებლად, რომ ეს გამოიყენონ ისევ მოქალაქეების წინააღმდეგ. და ეს უკვე საერთოდ აბსურდია, რომ აი ნიღაბიან აი წინაღი არ გამოიყენოს მოქალაქემ ამისი აკრძალვა, როდესაც ეს შეაფასეს კიდეც ხო, ეს არის ადამიანის სიცოცხლის ჩამთელობის საწინააღმდეგო, ადამიანობის წინააღმდეგ, როცა მოქალაქეს არ აქვს საშუალება თავი დაიცვას, როცა მაგალითად პოლიცია იყენებს ქიმიურ საშუალებებს, სხვადასხვა ცემსადენ გაზს და ასე შემდეგ. ანუ მოქალაქე ართმევენ ფაქტიურად უფლებას, რომ თავი დაიცვას. პიროტექნიკასაც ამიტომ იყენებენ მოქალაქეები, ხო, რასაც ვხედავთ აქციაზე, რომ თავი დაიცვათ მოქალაქეებს მოძალადე სამართალმცველებისგან. იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, ალბათ ესეც გავიხსენოთ წინა წლებში პიროტექნიკის აკრძალვაზე უამრავი მოთხოვნა იყო მოქალაქეების თავრობას, არასდროს ეს არ განუხილავს. ჩვენ არაერთი სტატია გვეწერა ამაზე, რომ აი არასდროს არ განიხილავდა, როცა ადამიანი სხვადასხვა ადამიანი დაზიანდა სიკვდილის სიკვდილიც გამოიწვია ბევრ შემთხვევაში და ეხლა ამბობენ რომ თითქოს ეს პიროტექნიკით ებრძვის პოლიციას მოქალაქეები. პირიქით მოქალაქეებს როცა აი არაპროპორციულ ძალას იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ, არაპროპორციულ ძალას ამ მიტინგების დაშლისთვის მოქალაქეებსაც აქვთ უფლება რომ თავი დაიცვან, რა თქმა უნდა. ხო, მესმის, მადლობა. მოდი ბატონო, თქვენ ევროპის მცოდნე ხართ. საინტერესო ევროპული გამოცდილება როგორია ევროპის ქვეყნებში წარსულში, როგორ ცდილობდნენ პროტესტის ჩახშობას და რა შედეგი მიიღეს, თქვა ამით, რა მაგალითები არსებობს, რა შეგიძლიათ გითხრათ? ნუ ევროპაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მე-20 საუკუნეში ჰქონდა ესეთი შემთხვევები, მაგალითად უფრო სამხრეთულ ქვეყნებში, სადაც იყო დაუშვათ ტოტალიტარული რეჟიმი შემორჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არის ფრანცისკო ფრანკოს მაგალითად ყველაზე მეტად არადემოკრატიული რეჟიმი იყო Estado Novos რეჟიმი პორტუგალიაში და 67 წლიდან იყო შავი პოლკოვნიკების რეჟიმი. მაგალითად შეიძლება მოიყვანოთ, რომ ბუნებრივია ყველაზე მეტი გამოსვლები, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანაში ესპანეთში და საბერძნეთში ფიქსირდება საზოგადოების ყველაზე მეტად აქტიური ყოფით. ეხლა ესპანეთში ხელისუფლება მოვიდა ფრანცისკო ფრანკოს სამოქალაქო ომით მოვიდა ხელისუფლება, ბუნებრივია წინააღმდეგობა ძალიან დიდი იყო. და რა თქმა უნდა 60-70-იან წლებში იყო ასე წინააღმდეგობა ამ ორი რეჟიმის წინააღმდეგ და ბუნებრივია რეჟიმიც პასუხობდა ძალიან ბრუტალური მეთოდებით და არაერთი ფაქტი დასტურდება იმისა, ფრანკოს ამ შემთხვევაში კლასიკური მაგალითად შეიძლება გამოვიყენო დემონსტრაციების წინააღმდეგ ეს ქმედებები, რაც იყო კანონმდებლობა, შეკრების შეზღუდვა, გამოხატვის თავისუფლება. იქაც მიიღეს შესაბამისი კანონმდებლობა, ხო, დაიშინებიან ადამიანები. იყო ის კანონმდებლობა, კი ბატონო, იყო და იქ რა თქმა უნდა, ის იყო ძალიან ისეთი ფორმით. კაცრი ფორმით. იყო შემთხვევები მაგალითად რომ საპატიმროში უშვებდნენ ძალიან დიდი ხნით და იყო ასევე შემთხვევები მაგალითად სიკვდილი დაჟის მომენტებიც იყო გარკვეულწილად, რაც აღშფოთებას იწვევდა სხვა ევროპულ საზოგადოებაში და არაერთხელ ყოფილა ეს სკანდალები. მოკლედ პროტესტი მაგალითად ესპანეთის საელჩოსთან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რაც შეეხება საბერძნეთში, შავი პოლკოვნიკების რეჟიმი ასევე ბუნებრივია არადემოკრატიული რეჟიმი იყო, მემარჯვენე, ასე ვთქვათ, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თავისთავად საბერძნეთისაც გაქონდა გამოცდილება დემოკრატიული პროცესების ცოტა ისეთი турბულენტური ზონა იყო ყოველთვის, იმიტომ რომ საბერძნეთშიც ძალიან პოზიციებს ფლობდა მემარცხენე მოძრაობა, რომელიც თავისთავად დემოკრატიული ვთქვათ ხშირ შემთხვევაში ირიგებდა, ეხლა ყველა კომუნისტი და ბოლშევიკი არ იყო ბუნებრივია. და რა თქმა უნდა, აი ამ ჭიდილში არსებობდა სწორედ ეს ასე ვთქვათ პროცესები, რაც დღეს ჩვენს გავდივართ, ხო? ერთი ძალიან კარგი მაგალითი არის იმისა, რაც შეიძლება ავიღოთ საბერძნეთში 74 წელს დატრიალებული ტრაგედია, მაგალითად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეკრებილი სტუდენტები გაფიცულ სტუდენტებს როგორ გაუსწორდა მაშინდელი პოლიცია და ჯარი, რომელიც მიუსია მაშინდელმა რეჟიმმა და ეს გახდა მომდევნო წელს 75 წელს და მაშინაც გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა და ყველა ის ღონისძიებები, რაც თქვა არის ბრუტალური ხელისუფლების ხელში და ზიყენებს დემონსტრაციის ჩასახშობად, ეს ყველა გამოყენებული იქნა, მაგრამ მაინც ვერ ჩაახშეს თავისუფლების ხმა და 75 წელს წლის თავზე ამ ტრაგედიიდან დაიწყო ყველაზე დიდი პროცესი, რომელიც დასრულდა უდიდესი ცვლილებით. და საბერძნეთი გავიდა მაშინ არა მხოლოდ ასე ვთქვათ სამშვიდობოზე დემოკრატიის, არამედ გავიდა ევროინტეგრაციის გზაზეც და საბოლოო ჯამში დააღწია თავი როგორც მემარცხენე ავტორიტარიზმის საფრთხეებს, ასევე მემარჯვენე ავტორიტარიზმზე. საქართველოში ხა საგანგებო მდგომარეობაზე კიდე მინდა ერთი-ორი სიტყვა დავამატო. ეს საგანგებო, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რომ ამდენად არალეგიტიმური არის, გასაგებია, ასევე მინდა ვთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სჭირდება
იქნება სოლიდური საფუძველი, რაც დღეს ქვეყანაში ნამდვილად არ არის. ის პროვოკაციები, რომელიც მოდიოდა მიტინგის, დემონსტრაციების დასაწყისში ხელისუფლების სტრუქტურებიდან და მე რასაც ბუნებრივია მოქალაქეები თავდაცვით პასუხობენ, ეს ვერ გამოდგება ვერანაირად, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, პროვოკაციები მოდიოდა ძალოვანი სტრუქტურების აი ამ დაჯგუფებების მხრიდან, არაიდენტიფიცირებული და ტიტუშკები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკებიდან არაიდენტიფიცირებული ფორმიანებისაგან და ბუნებრივია ეს ყველამ იმიტომ კარგად ვიცით, რომ აი ემანუელ მაკრონის ზარის შემდეგ უცებ ეს ყველაფერი შეწყდა. მე ვსვამ შეკითხვას და ვუსვამ ხელისუფლებას, რატომ არ ხდება დღეს ეს ყველაფერი, თუ კი ბრალდებოდა ეს ყველაფერი და მათი გადმოსახედიდან იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების, ასე ვთქვათ. მაგრამ დავაკავეთ კონკრეტული პირებიო, ხო, ამაზე ქართულების პასუხი ესეთი დავაკავეთ ორგანიზატორებმა შორის ჯგუფური ძალადობისთვის. რა თქმა უნდა. სამართლის წესდაც დააკავეს კონკრეტული ადამიანები, ხო? და აი ამის შემდეგ შეიძლება ვეღარ დავდეცინე ეს გეგმა, ნაცმაიდნის როგორც ქართული ოცნება ამბობს. და ბუნებრივია და ერთი მცირედი შეხლაც კი არ ყოფილა აქამდე, ხო? დააკავეს ეს უბრალოდ ყველა დაკავებული არის უკანონო, ყველა ბრალდება არის შეთითხ დააკავეს ის ორგანიზატორები რეალურად, ვინც ნამდვილად აქტიურობდნენ, მობილიზებას უკეთებდნენ, მაგალითად იგივე სოციალური ქსელებით და ასე შემდეგ. და თავისთავად ეს ადამიანები დასტურდება და ყველა ამაზე თანხდება დღეს, რომ არანაირ ძალადობის ორგანიზებას ანუ საფუძველიც არ ექნება დღეს ამ საგანგებო გამოცდილებას. რა თქმა უნდა და მეორე მხრივ, რამდენი ხნით აცხადებენ, მე მინდა ვკითხო. რამდენი ხნით აცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს. და თუ კი დიდი ხნით აპირებენ გაიხსენონ კოვიდის პერიოდის და რა დარტყმა იქნება ამას ეკონომიკას, იმიტომ რომ დღეს საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები არ მოიცავს რაღაც ჩარტ დროში და ჩარტ დროში რაღაც ჩარჩოებს. შეიძლება გადაზიდვა ღამეს დაჭირდეს, შეიძლება გადაადგილება მომსახურებას დილით ადრე დაჭირდეს. ეს ყველაფერი ამას შეაჩერებს. და ტურიზმის განვითარება როცა გვინდათ, ეკონომიკის რაღაც სექტორის განვითარება როცა გვინდათ, არის ესეთი თქვა დარგები, რომელსაც დღე-ღამეს არ არჩევენ. ამიტომ ეს ყველაფერი დაარტყამს ქართულ ეკონომიკას კიდევ ერთხელ მძიმედ. ასევე მინდა გაითვალისწინონ, რომ საერთაშორისო ინვესტიციები რო გვინდა შემოვიდეს, როგორ ფიქრობთ, ბიზნესი საერთაშორისო ინვესტიციას უნდა განხორციელება ის ჩადებს ისეთ ამ კონკრეტულ თქვა გაურკვეველ ვითარებაში, სადაც თავისთავად სახელმწიფო ასე რომ ვთქვათ, ვერ უზრუნველყოფს წესრიგს და ვერ უზრუნველყოფს შესაბამის კანონიერებას წესრიგის განხორციელების ნაწილში. მოვა ის ინვესტორი, ბუნებრივია არ მოვა, ამიტომ ამას ექნება ძალიან დიდი გვერდითი ეფექტები და პლუს ამას ის რომ არაკანონიერ გადაწყვეტილებას მოქალაქეები არ დაემორჩილება და დამიჯერეთ ვერ დააკავებენ ისინი ვერც ბათუმის მასშტაბით იმ დემონსტრანტების რაოდენობას რომლებიც დაარღვევენ მათ მიერ არაკანონიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პირობებს და ვერც თბილისში მით უმეტეს რომ დააკავონ ამის შემდეგ მასობრივად ადამიანები ანუ ამას რა შედეგი შეიძლება ამას წინააღმდეგობას ანუ მათ მხრიდან ნებისმიერი ძალადობას მოყვება დიდი წინააღმდეგობა და მე ვფიქრობ იქნება რეჟიმის ძალიან მალე დასრულების ერთ-ერთი საფუძველი. ეს საინტერესოა, თქვენ როგორც ისტორიკოსის ხედვა და ანალიზი, რამდენად შეძლებს და ამოცემულობაში ქართული ოცნება მიტაცებული ძალაუფლები დარჩეს ხელისუფლებაში, რაც აჩვენებს მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ კუთხით. მე ვფიქრობ ვერ შეძლებს. აი ამ პირობებში, როდესაც არსებობს შიდა წნეხი და არსებობს ბუნებრივი არის გარედან წნეხიც და არაღიარებაც და ფაქტობრივად არავინ არ ელაპარაკება დღეს ჩვენს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და მხოლოდ და მოვისმინეთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლის ესეთი კომენტარიც რომ ისინი აღიარებენ მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეს ტოვებს იმ შთაბეჭდილებას რომ ისინი დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას ეს არის შიდა წნეხი და გარე წნეხიც რა თქმა უნდა ახლა თუ შეზოდებული ვერ დარჩება საქართველოს ამას საშუალება არა და ჩვენ იმდენად ინტეგრირებული ვიყავით დასავლურ ეკონომიკურ პოლიტიკურ სტრუქტურებში სისტემებში ინსტიტუციებში ჩვენ იმდენად ასე ვთქვათ მიბმული ვართ მათზე რომ შეუძლებელი არის ეს წყვეტა ამ წყვეტას დიდხანს გაუძლოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ასევე ჩვენთან გარკვეულმა ინსტიტუტებმა და ბუნებრივი არის მაშინ სახეზე იქნება გარკვეული ჩამოშლა. ამიტომ საბოლოო ჯამში დღეს არ ტყდება სისტემის შიგნით გარკვეული ასე ვთქვათ, მთავარი ფიგურები, რომლებიც ინარჩუნებენ, მაგრამ დამერწმუნეთ
იმდენად დიდი იქნება დარტყმა, რომ თვითონ სისტემის შემადგენელი ნაწილები, რომელიც დღეს ასე თუ ისე ნებითუნებლიეთ, ან თქვათ, გარკვეული მაგალითად ესეთი ვალდებულებებით არიან მათთან, ისინი საბოლოო ჯამში დადგებიან არჩევანის წინაშე, რომ უარი უთხრან ერთ დღეს ამ ყველაფერს და ბუნებრივია ეს ძალიან დაასუსტებს სისტემას შიგნიდან. თან კიდე ერთი საინტერესო ამბავი აქვს ჩვენ ვენესუელაზე ვსაუბრობთ საუბრის დასაწყისში. ვენესუელას აწყობილი აქვს ანტიამერიკანიზმზე თავისი ეს ვთქვათ შიდა პოლიტიკური მთელი და ლათინურ ამერიკაში ვენესუელა სადაც მაგდრომ შეინარჩუნა რეჟიმი. ანტიამერიკანიზმის იდეოლოგია მეტნაკლებად პოპულიზმის ვთქვათ გზებით მუშაობს საზოგადოებაში. ჩვენთან ეს არის როგორ განიხილება პრორუსული და ანტიდასავლური ჭრილში. რა თქმა უნდა დღეს მოსახლეაც არ უნდა ქართული ოცნების მხარდამჭერი იყოს აბსოლუტური რაღაც გარკვეული უმრავლესობა, ხო? მათი პოლიტიკური ნაწილისა და აქ რაღაც აბსოლუტური უმრავლესობა მაინც არის თავისი არსით, ისტორიული და თანამედროვეობის გათვალისწინებით უნდა იყოს ეს ქართველი ამ რუსული, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ისტორიაც ამას გვაქვს, კი, ასეც არის. განწყობებიც, კვლევები, 1, 2, 3 თუ კი ვიღაც მოსკოვს შესტირის და რუსეთს შესტირის, ნუ ამათი ბიოგრაფია და ამათი საქმიანობა კარგად არის შესასწავლი სპეცსამსახურების მხრიდან. სხვანაირად არ შეიძლება მაგალითად იყოს ბუნებაში ქართველი სხვანაირი. და არის პროევროპული. ჩვენ ამ კონტექსტში, ასე რომ ვთქვათ, დღეს ლაგდება საქართველოს პოლიტიკური პროცესი. რაც ბუნებრივი არის რეჟიმისათვის ძალიან რთული იქნება ერთის მხრივ საქმით იყოს პრორუსული და დღეს ნამდვილად არის საქმით და აი კანონები ვახსენეთ თქვენ, ხო? რუსეთში სხვათა შორის ასევე ეხლაღებულობენ პიროტექნიკის აკრძალვის გამოყენებას დემონსტრაციებში. რუსეთში ასევე მოქმედებს ნიღბის ტარება და ამისათვის არაერთი ადამიანი დააკავეს და მე ადამიანის უფლებათა ევროპულოვან სასამართლომ ბუნებრივია ეს გასამართლება არაკანონიერად ცნო. რუსეთში ასევე მოქმედებს შეკრების აკრძალვის და გარკვეული ისეთი უამრავი დეტალი, რომელიც ჩვენთანაც ალბათ შემო. ანუ ნახეთ, საქმით პრორუსული ვართ და ჩვენ საგარეო პოლიტიკით პრორუსული ვართ, მაგრამ ქვეყანა არის რეალურად პროევროპული. ეს მარტო ის კი არა, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის უდიდესი რაღაც გამოწვევის წინაშე ვდგავართ და გვინდა ევროკავშირი. ზოგადად საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ევროპული კულტურის ნაწილი. ევროპული ფაქტორი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ანუ ქართულ ოცნებას არ აქვს ერთ-ერთი აი ვენესუელის განსხვავებით ყველაზე ძლიერი საინფორმაციო იდეოლოგიური, აი ეს ვთქვათ, კი, ის რასაც ჩვენ ვუყურებთ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის ის დროებით მუშაობს. ყველა ტყუილს აკვირდებით, რომ მოკლე ფეხი აქვს. ყველა ტყუილი, ყველა დეზინფორმაცია საბოლოო ჯამში გამოდის სააშკაროს და საზოგადოებისათვის ცნობილი ხდება, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდის ნაწილი. და ჭეშმარიტება არის ევროპული ინტეგრაციის და ევროპული, ასე ვთქვათ, ღირებულებების მხარეს. მადლობა. ბატონო მალხას, თქვენ მინდა გითხოთ ასევე კიდევ რამდენიმე სიახლეზე ცვლილებაზე, რომელიც შევიდა კანონში, შეეხება პრევენციულ დაკავებას. შეიძლება თუ რა ასეთ პრევენციულ დაკავებას, როცა პოლიციელი ჩათვლის, რომ თქვენ შეიძლება ჩაიდინოთ სავარაუდო სამართლებრივ და ამის გამო დააკავა ადამიანი. შეიძლება თუ რა ამას ქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ასევე შეიძლება მათი გაჩხრეკა, ხო, რაღაც შემოწმება, ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, დოკუმენტების ჩამორთმევა ასევე და საინტერესოა გზის გადაკეტვა, ხო? თუ კი პოლიცია ჩათვლის, რომ არასაკმარისი რაოდენობა იყო გზის გადასაკეთდა, დააჯერიმებენ ამ აქციის მონაწილეებს 5,000 ლარით. ეს ართულებს თუ არა წინააღმდეგობას და ამ ცვლილებების სამართლებრივი საფუძველი რა შეიძლება იყოს, თქვენ როგორ ხედავთ? დიახ, ამ ცვლილებების სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არა აქვს და აი როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, ეს კანონები, რომელიც მიიღეს, არის სრულიად არადემოკრატიული და მოქმედებს მხოლოდ ავტორიტარულ სისტემებში. აი რუსეთში, ბელორუსში და აი ჩვენ ამბობდით ევროინტეგრაციაზე, როცა ვსაუბრობთ, ფაქტობრივად საქართველოს ახლა ინტეგრაცია მიმდინარეობს რუსეთთან. მთლიანად რუსული საკანონმდებლო აქტები შემოდის და ის პრაქტიკა ინერგება, რაც იქ მოქმედებს ან ბელორუსში და ასეთ ქვეყნებში, ხო? ანუ ამ კანონმდებლობას, რომელიც მიიღებს, კიდევ ერთხელ ვთქვა, თავარი მიზანი არის, რომ დააშინონ ეს ხალხი, მათ არანაირი საფუძველი არ აქვს. ამ შემთხვევაში აი იმ კანონებს, რაც თქვენ ახსენეთ, მით უმეტეს წინასწარ ადამიანის დაკავება, რომელსაც ასეთი რამ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს და არანაირი არა, არსებობს გარკვეული შემთხვევები, თუმცა ეს წინასწარ საჭიროებს მტკიცების ტვირთი აქვს სახელმწიფოს და სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება რომ დაასაბუთოს თქვა წინასწარ აი წარმოუდგენელია რომ წინასწარ ადამიანი დააკავნების გამო მომავალში ჩაიდინოს მათ რაღაც სამართალდარღვევა. ხო, ეს არის აბსოლუტურად
არადემოკრატიული, დემოკრატიასთან შეუსაბამო კანონმდებლობა და ამ პრაქტიკაზე არსებობს არაერთი დასკვნა, რომ ეს შეუსაბამო არის და მიუღებელია, მაგრამ აი მათ სწორედ იმისთვის სჭირდებათ ეს, რომ წინასწარ რაღაც კანონებით გაამართონ. ანუ კანონი შეიძლება მიიღონ ნებისმიერი კანონი ფორმალურად ჩაწერონ ნებისმიერი წესი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური ადამიანის უფლების საწინააღმდეგო და ეს კანონები ყოველთვის სამართლიანი არ არის. მაგრამ ეხლა ქართული ოცნების მიზანია რომ გააჩეროს როგორმე საპროტესტო მოძრაობა, ჩაახშოს პროტესტი, ხო? და მაშინ როცა გზის გადაკეტვისთვის არის ჯარიმა 5000 ლარი, ეს როგორ ფიქრობთ, არ იმუშავებს ამ? ბატონო, შეიძლება ეს იყოს მათი მიზანია რა თქმა უნდა დააშინონ ეს ადამიანები, მაგრამ მე მგონი ეს პირიქით იმოქმედებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ადამიანი აი ხედავთ თქვენ ხო ამ დღეების განმავლობაში ეს პროტესტი მაინც გრძელდება თბილისშიც, ბათუმშიც, აქ ბათუმშიც იყო შემთხვევა როცა პოლიცია მოვიდა ჩვენთან გითხრა რომ არასაკმარისი რაოდენობა არის აქ ადამიანების და გადაიწიეთ იქეთ ან რაღაც სანქციებს გამოიყენონ და გვემუქრებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს ჯარიმები რომელიც მათ დააწესეს ამ ადამიანებს ვერ შეაშინებ ჩემი აზრით. შეიძლება დაგვაჯარიმონ ამდენი ადამიანი უნდა დააჯარიმონ. ეს ჯარიმები ადრე თუ გვიან არის ყოველთვის იქნება არ გადაიხდის ეს ხალხი ამ ჯარიმებს და ჯარიმების შიშით არ მგონია რომ ხალხი შეშინდეს და ქუჩაში არ გამოვიდეს, ხო? ანუ მაინც თუ დავაკვირდებით ამ პროტესტებს ეს ადამიანთა რაოდენობა ძალიან ბევრია ყოველთვის ქუჩაში. ისინი ცდილობენ რომ აი იმ მომენტში როცა იყო ასეთ შემთხვევაც, როცა თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა ეს შეკრება, გახსოვთ თქვენ და აი იმ მომენტში მოვიდნენ ესენი და აი სრულად უსაფუძვლოდ იძახოდნენ პოლიციელები, რომ რაოდენობა არ არის საკმარისი ხალხის და იქ რაღაც ზომების გატარებას აპირებდნენ. ანუ ჩემი აზრით ეს პირიქით იმოქმედებს ეს ადამიანებს, ვინცაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ არალეგიტიმურ თავრობას, მათ ეს ჯარიმები ვერ შეაშინებს. შეიძლება რაღაც შეფერხება გამოიწვიოს, მაგრამ ასევე ის შეიძლება გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხო, რაც ხედავდით რომ იყენებდა არ არის შემთხვევაში სასამართლო. სასამართლო ამასაც იყენებს, სასამართლო სამწუხაროდ. ახლა აი ერთი ყველაზე უფრო ამძიმებს ამ ვითარებას ის თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ აქვს ჩვენ. ანუ შეიძლება დაგვაჯარიმონ ჩვენ ან პატიმრობა, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენო, მაგრამ შეიძლება ეს გაასაჩივროს სასამართლოში და აი ყველაზე მძიმე არის ის, რომ სასამართლო არ არსებობს და სასამართლო გახსოვთ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს. თითქმის ყველა მოსამართლე ერთი და იგივე ტექსტი და ერთი და იგივე გადაწყვეტილებებს იღებს, რაც არის ზემოდან ნაკარნახევი აშკარად და ამიტომ ეს ამძიმებს ვითარებას. თუმცა ხოთ პოლიციელების ჩვენებას კი, ეს სრულად უკანონოა, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები მათ არ გააჩნიათ, ეყრდნობიან ერთ და იგივე პოლიციელების ჩვენებებს, თუმცა აი ისიც გახსოვთ ხო, როგორი მობილიზება იყო მხარდაჭერა მოქალაქეების, სოლიდარობა, იგივე ჯარიმების თან დაკავშირებით, როცა დააჯარიმეს, გადახდა ხო ამ ჯარიმების მხარდაჭერა მოქალაქეების ერთმანეთის მიმართ და სოლიდარობა ჩემი აზრით ძალიან მაღალია და ისინი ხვდებიან ამას და ამიტომ იღებენ ასეთ მკაცრ კანონებს, მაგრამ აი მაგალითებიც გვიჩვენებს სხვა ქვეყნებშიც, რომ ესეთი მკაცრი ზომები პირიქით უკუ რეაქციას იწვევს. ხალხი კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს მას, მე ასეთი იმედი მაქვს. ანუ ეს მთელი ცვლილებები რაც ახლა შემოიტანეს ამ ადმინისტრაციულ კოდექსში, სამართალმოქმედებათა კოდექსში, შეიძლება მიიღოს პირუკუ შედეგი, თქვენ ასე ფიქრობთ? მე ასე ვფიქრობ, იმიტომ აი რამდენ ადამიანს დააჯარიმებენ. აი მთელ საზოგადოებას ხო დააჯარიმებენ, მთელ საზოგადოებას მთელ ბათუმში ახლა მაგალითად უამრავი ადამიანი გამოდის ამ აქციაზე. ყველას დაგვაკავებენ ჩვენ? ხო, ყველას ვერ დააკავებენ, ან ყველას ხო არ დააჯარიმებენ. ანუ ყველა ადამიანი ალბათ უნდა მიხვდეს, რომ ეს მასაც შეეხება რა. ამიტომ მე არ მგონია რომ ამ ჯარიმებით შეაშინონ და დაშალონ ეს პროტესტი, შეასუსტონ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობა. ლაშა, თქვენ მეკითხოთ ასევე კიდევ ერთ ცვლილებაზე ამ კანონის მიხედვით დაჯერიმდებიან მშობლებიც, თუ კი მათი არასრულწლოვანი შვილები იმყოფებიან ამ საპროტესტო აქციაზე და პოლიციელების კანონური მოთხოვნის დამორჩილებლობის გამო დაჯერიმდებიან არასრულწლოვნები, ამ შემთხვევაში დაჯერიმდებიან მშობლებიც. გაჩნდა მოსაზრება, რომ მშობლების ხელით ცდილობსო ეხლა ქართული ოცნება იგივე ჯენზი თაობის გაჩუმებასო. თქვენ რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე კონკრეტულად? ნუ ამ დავიფიქროთ, ეს არის აბსურდი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ რეჟიმი, რომელიც არის კრიზისში, ცდილობს ყველანაირად ეხლა აღკვეთოს ეს, იმიტომ რომ აი კიდე იქ დავბრუნდეთ, პროტესტი არის მასობრივი, ასე რომ ვთქვათ, მასიური ხასიათის. პროტესტი არ არის ჩართული მარტო მხოლოდ დაუშვათ ეს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემია დაუშვათ, ხო? აი არამედ პროტესტში ჩაერთო და იმიტომ რომ გრძნობს საფრთხეს, მათ შორის მომავალი თაობაც, აი სკოლის პერიოდის ბავშვები, ხო? იგივე ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეა აქციაზე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ეხება სახელმწიფოს განვითარების ყველა
სფეროს და განსაკუთრებით განათლებას. ჩვენ ეს მივიღეთ, ჩვენ სარგებელი მივიღეთ. არ მხოლოდ უნივერსიტეტები არიან ჩართული ევროპულ პროგრამებში, არამედ სკოლებიც, აი K2, K1, რა ვიცი, უამრავი პროგრამებია, აქ თავის კოდიფიცირება აქვს ამ პროგრამებს, რომლებიც გათვლილი არის არ მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სკოლაზე. და სკოლებიც არიან ჩართული. ერასმუსის აი ამ პროგრამის თავიდან არსებობს კიდე სხვა ევროკომისიის სხვა პროგრამებიც, რომელიც განათლებაზე არის, აი სასკოლო განათლებაზე არის ორიენტირებული, გაუმჯობეს განვითარებას და დიდმა ნაწილმა ეს სარგებელი მიიღო და რომც არ მიიღოს ეს სარგებელი, უბრალოდ უფრო დღევანდელი თაობა, უფრო მეტად ხვდება სად არის მისი ადგილი. უფრო მეტ ანუ ის რომ სწავლობს ფრანგულს, ინგლისურს, დღეს გაღრმავებულად გერმანულს, ის ხომ თავის მომავალს რუსეთს არ უკავშირებს, ახლა მარტივი ცხოვრებისეული ამბავი ავიღოთ. ამიტომ თავრობა როდესაც გამოდის და ეუბნება რომ იცით რა რაღაც ნათელ მომავალი უნდა წაგართვა მე ხვალ ან მინიმუმ ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა წაგართვა ხვალ ამას პროტესტის გზნობა უჩნდება ან ელემენტარული თქვა მშობელთან ერთად ევროპაში უიზოთ მოგზაურობის საშუალება უნდა წაგართვა ხვალ ამას რა თქმა უნდა არ უნდა ძალიან დიდი ფილოსოფიური გააზრება იმისა რომ რა უნდა გააკეთო კონკრეტულ მომენტში და დემონსტრაცია ყველამ კარგად ვიცით ეს არის შიდა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ქმედება რომ ყისიერად გამოხატო შენი აზრი ხელისუფლებასთან მიმართებაში რაღაც თუკი ქვეყანაში მიდის არასწორად პროცესი ხო არ დაველოდები ჩვენ ახლა არჩევნებს კი დაველოდეთ მაგალითად როდესაც ვაპროტესტებთ რუსულ კანონს რა მივიღეთ არჩევნებს ხო ტოტალურად გაგვიყალბეს მაგრამ ახლა ნორმალურ ქვეყნებშიც ასე არის პირდაპირ დემოკრატიის ქვეყნებში შვეიცარიაში ასე არის ხო არ დაველოდება მაგალითად ადგილობრივ არჩევნებს ან დაუშვათ ეროვნული საპარლამენტო არჩევნებს ის იმ მომენტში არის საჭირო ხელისუფლება შეაკავოს რა ვთქვათ დესტრუქციული პოლიტიკისაგან და იმ მომენტში რაც შეიძლება გააკეთო მყისიერად ეს არის დემონსტრაცია და დემონსტრაციის ფორმები არსებობს ეს დემონსტრაციის ფორმა მარტო ის არის გამოვიდეთ მოედანზე შეკრება გზის გადაკვეთა მჯდომარე აქცია დაუშვათ შიმშილო ეს ყველა დემონსტრაციის და საპროტესტო აქციის ფორმა არის და ხელისუფლებები რა თქმა უნდა და ეს სოფლიოში ცნობილი არის წარსულშიც ისტორიულად დღესაც ცდილობენ ბუნებრივია ეს ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები რა თქმა უნდა მათ სასარგებლოდ შეზღუდონ სხვადასხვა კანონი და ამ კანონს ყველას აქვს ერთი ასე ვთქვათ საფუძველი საზოგადოებრივი წესრიგი მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს არ უნდა იქნას ხელყოფილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და მისი ასე ვთქვათ თავისუფლებები და ამ ნაწილში ბრაზილიამ გვაჯობა იცით ბრაზილიაში რა კანონი მიიღეს რომ დაანონსება აი მაგალითად ვაანონსებ დღეს მიტინგს ხო აღარ არის დაანონსება თუ მოხდა მიტინგისა და ადგილის და დროისა, შენ ვალდებულება არ გაქვს პოლიცია შეატყობინო უკვე, იმიტომ რომ საჯაროდ ეს ინფორმაცია ცნობილია და პოლიციამ უნდა მიიღოს ცნობა. ამიტომ დამატებით ქალაქის მერიისთვის და პოლიციისათვის აღარ არის საჭირო პროცედურების გავლა და იმის თქმა, რომ ჩვენ ვაპირებთ აქ მაგალითად გავაკეთოთ მიტინგი, გადაიკეტება ქუჩა და ასე შემდეგ. ესეთი კანონები მიიღოს ქართულმა ოცნებამ დღეს არ ჯობია. და ამით უფრო აჩვენოს რომ უფრო მეტად რო იბრალებენ დემოკრატიულ. რუსეთში კი პირიქით, რუსეთში უამრავი მანიპულაციები არსებობს. უნდა შეატყობინო დრო, ადგილი და შეიძლება იმ ადგილას გითხრა რომ მან არ ჩაატარო ტერორიზმის საფრთხე არის და ამ ტერორიზმის საფრთხის შესახებ ჭალებში ინფორმაციას ვინ ფლობს მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული FSB, ხო? ამიტომ მარტივია გეტყვიან რომ არა, იქ ტერორიზმის საფრთხეა, იქ ქუჩა გადაიკეტება, ამიტომ ადამიანებს ეზღუდებათ მსგავს შემთხვევაში გამოხატონ საქართველოს არ შეეგუება არც ავტორიტარიზმს და არც გარუსებას სწორედ აი ამ წესებით, კანონებით, რომელიც არის პირდაპირ არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური. იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ დგას მუდამ ქუჩაში და არ აპროტესტებს. აი მე ხშირად მithქვამს, ჩვენ არ ვაპროტესტებთ არც ბენზინის გაძვირებას, არც პურხორბლეულის გაძვირებას, სამლარ-ნახევარზე ავიდა ზოგიერთი პურის სახეობა. ჩვენ არ ვაპროტესტებთ მაგალითად გადასახადის გაძლიერებას. კი დაპირდა ქართული ოცნება საქართველოს მოსახლეობას 2012-ში რომ დენი თურმე იმაზე ნაკლები უნდა ყოფილიყო და გაზი, მაგრამ გააძვირეს და სადაიყვანეს კი ვხედავთ.
ამას არ ვაპროტესტებთ თუ აკვირდებით. ჩვენ ვაპროტესტებთ რას? ჩვენ ვაპროტესტებთ ქართველი ხალხი აპროტესტებს თავისუფლების შეზღუდვას, ქართველი ხალხი აპროტესტებს პრორუსულ ასე რომ ვთქვათ საგარეო პოლიტიკის გატარებას და ქართველი ხალხი აპროტესტებს დღეს ყველაზე მთავარიც არის არჩევნების მოპარვას და ეს თავისუფლებაზე გადის ჩვენ, იმიტომ რომ წაგვართვეს ქვეყანაში ყველაზე დიდი უფლება, რაც არის მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ყველა დიდი არის, რა ვიცი, რომელზე თქვა ყველაზე დიდით, ხო? რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ დღეს ევროპული მომავლის წარსულს. ამიტომ ჩვენ აბსოლუტური კანონიერი უფლება გვაქვს გამოვიდეთ და ხელისუფლებას უკვე ქუჩიდან ველაპარაკოთ, რომ სხვა ლეგიტიმური შესაძლებლობები, ინსტიტუციური არ უსმენენ არც არასამთავრობოებს, არ უსმენენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ მოწოდებებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ინსტიტუტებს აღარ გავიდნენ საერთოდ. პულსი არ ესინჯებათ. არც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის საკითხში, ახლა 78 მუხლი დარღვეულია ფაქტობრივად, ხო, რა თუნდა ამას საუბარი, ანუ ეს სხვა დანარჩენი რომ ნახოთ, ეუთოდილის დასკვნას ნახეთ, ხო? ფარულობა იყო დარღვეული, ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური ღირებულება, არჩევნების ფარულობა. დარღვეული იყო, გეუბნება. დარღვეული იყო წესრიგის ნაწილში, ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული თავისი ზონდერი ჯგუფები, დაშინება, მოსყიდვა, დარღვეულია და ამას ასე ვთქვათ, ყველაფერს, ასე ვთქვათ, ზემოდან დაამატეს ის, რომ 78 მუხლის დარღვის და კონსტიტუციის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, ის რაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება და გამოიწვია, მათ ეს გააკეთეს, დაარღვიეს და გავიდნენ ჩარჩოდან. და პროტესტიც ბუნებრივი არის შესაბამისი. გაართულებენ კიდე. რა თქმა უნდა, ამას მოყვება კიდე უფრო მეტი მძაფრი რეაქცია საზოგადოების მხრიდან და უფრო მეტი იცით რომ რაოდენობაშიც მეტი და ხარისხშიც მეტი. მადლობა, დიდი მადლობა. და ბატონო მალხაზ, თქვენ მინდა გითხოთ ბოლოს, რა ძალა რჩება, რა ბერკეტები რჩება ახლა მოქალაქეების ხელში, რომ მათ განაგრძონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, მაშინ როცა რეპრესიული კანონები უკვე მიიღო ქართულ მოუწევამ, ქართულების პარლამენტმა და ხალხი ქუჩაშია. ხო, პრინციპში ქუჩა დარჩა მოქალაქეებისთვის სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი და დაიცვან, თქვათ, იგივე კონსტიტუცია, ქვეყნების მთავარი კანონი. რა რჩება ახლა ბრძოლის მექანიზმები მოქალაქეების ხელში ამ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში? დიახ, აი ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აი რა მექანიზმები რჩება მოქალაქეებს, ცოტა ხნის წინ, წლების წინ, მაგალითად როცა ამბობდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული და სახელმწიფოს მიტაცებაზე იწერებოდა როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე სხვაგან პოლიტიკაში და მიდიოდა ამაზე საუბარი, საქართველოში ბევრს უკვირდა შეიძლება რომ აი რას ნიშნავს მიტაცება, ხელისუფლების სახელმწიფოს მიტაცება. აი ამას ნიშნავს. ეხლა ალბათ უფრო თვალსაჩინო გახდა, მე თავიდანვე ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მაგრამ ბევრი ადამიანი შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდა ამის შესახებ. ხო, ანუ როცა არანაირი ინსტიტუტი აღარ დარჩება სახელმწიფოში, როცა სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, აი არანაირი მექანიზმი აღარა, სასამართლო არ არსებობს, არანაირი სასამართლო, პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა და ფაქტობრივად ერთი ადამიანია ვიწრო ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ შემთხვევაში ხალხს რა მექანიზმი დარჩენია, სწორედ ეს დაგვრჩენია ჩვენ რომ ქუჩაში ამიტომ ვართ, ჩემი აზრით. ქუჩის გვეუბნება ქართველებს რომ დაგაჯარიმებ კი ბატონო, მაგრამ კი გვეუბნება გვაშინებს ქართული ოცნება, მაგრამ აი სხვა მექანიზმი ადამიანებმა უკვე მე მგონი ბევრმა ადამიანმა, უფრო მეტმა ადამიანმა და მე მოუწოდებდი იმ ხალხს, ვინც არის ახლა სახლში, წყნარად ან სადღაც ჩუმად და თითქოს მას ეს არ ეხება, ყველას ეხება, ანუ ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ აი სახელმწიფოს მიტაცება ამას ნიშნავს, როცა არანაირი მექანიზმი სხვა არ არსებობს, რომ სადმე რაღაც მთავრობის ქმედებას გაასაჩივრებ და შედეგს მიაღწევ. ყველასთან მივა საბოლოოდ, ხო, ეს მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებები ყველას შეგვეხება, ყველა ადამიანს და აი ერთადერთი ფორმა ასეთ შემთხვევაში დარჩა, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ. ასეთ სისტემაში, ავტორიტარულ სისტემაში თავრობებს, ავტორიტარულ სისტემებს ეშინია სწორედ ხალხის სოლიდარობის, ბევრი ხალხის. როცა მთელი მოსახლეობა ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დღეს ეს არის. კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის. მოვახერხოთ სოლიდარობა, ბევრ ადამიანს გავაგებინოთ, რომ უნდა ჩაერთოს ამ პროტესტში და მხოლოდ ასე ეს მექანიზმი გვაქვს ჩვენ. ქუჩაში შეიძლება კანონები მიიღონ, მკაცრი კანონები შეგვაშინონ ჩვენ, მაგრამ თუ ერთად იქნება მოქალაქეების უმრავლესობა და მოქალაქეების უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ ეს მთავრობა ხალხის ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიდის. გააუქმა ევროპული ინტეგრაცია და ყველანაირი პერსპექტივა საერთოდ არაფერი აღარ ჩანს და პირდაპირ ინტეგრაცია მიმდინარეობს რუსეთთან და ასეთ ავტორიტარულ სისტემებთან. ანუ ეს ყველა ადამიანს შეგვეხება და რა მექანიზმი დაგვრჩენია, მხოლოდ ეს ალბათ ჩემი აზრით ქუჩაში უნდა გამოვიდეს ყველა და გააპროტესტოს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა შეკავშირდეს. აი მე მხოლოდ ამაში ვხედავ და რა თქმა უნდა საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ და გვაქვს კიდეც
და ეხლა ჩემი აზრით ისეთ ვითარებაში ვართ, როგორც არასდროს გქონია ალბათ. ანუ ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, მთელი მსოფლიოს მხრიდან, ასეთი შემთხვევა ისტორიაში არ ყოფილა. როცა ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ევროკავშირი თუ ყველა დემოკრატიული სახელმწიფო არავინ ცნობს ამ მთავრობას. ყველა ამბობს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია. საერთოდ არჩევნების შედეგები არავის არ განუხილავს, რომ ეს ლეგიტიმური იყო ეს არჩევნები. და პირიქით სანქციების მექანიზმი გამოიყენება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ გვაქვს ეს მექანიზმი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ვიყოთ კავშირში და მჭიდრო თანამშრომლობით მოახდინოთ წეწოლა ამ მთავრობაზე და შიგნით გავაპროტესტოთ. თუ შევჩერდებით ალბათ აი ამ შემთხვევაში შეიძლება გაიმარჯვოს ამ ავტორიტარულმა სისტემამ. მე ასე მგონია. დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ბათუმელების სტუმრები. მადლობა თქვენ. მადლობისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ისტორიკოსი ევროპის მცოდნე ლაშა ბაჟუნაიშვილი. ნახვამდის.